სარეკლამოსან ჩვენ ეთერში ბრუნდებით, ჩემო გვეთა მეორე სტუმარი მალხაზ თოფურია, სამხედრო ბატონო მალხაზ, დიდი მადლობა რომ მონახეთ დრო და მოხვედი და ზუსტად სამხედრო თემაზე მინდა ვისაუბრო. მე გუშინაც ვკითხებთ ჩემს სტუმარს, თქვა გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს თეთრმა სახლმა მოუხსნა შეზღუდვა უკრაინას და ამას შეუძლია შორი მოქმედების შეერაღების რაკეტების გამოყენება და ამასთანავე გადაამისამართაო ამ იარაღის კოორდინირება პენტაგონის შეფიდან ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ევროპულ სარდლობისკენ. თუმცა მე გავრცელდა ინფორმაცია თითქოს რომ ეს ყალბი არის და არ არის სწორი ინფორმაცია, მაგრამ პუტინმა თქვა რომ თუ ეს იქნება პასუხი მოხვება ამას გამოუგნებელი, ხო? აშლამლევში ალბათ ესეა გამოუგნებელი და რა რაკეტებზეა მაშინ საუბარი, რა შეიარაღებაზე არის საუბარი? აქვს კი უკრაინას თავის არსენალში იმ ტიპის შეიარაღება, რომელსაც შეუძლია მასირებული შეტევის მიტანა, დრონებით ვიცით რომ შეტევები ხორციელდება, შეტევის მიტანა სიღრმეში რუსეთის. მოგესალმებით, მიესალმები მაყურებელს და დავიწყებ იქით, აქ ალბათ ისევ ტამაჰავკებზე არის საუბარი. ამ იგულისხმება ტამაჰავკები? ტამაჰავკები და რაც შეეხება ხა ეს ინფორმაცია ფეიკია თუ ნამდვილია, აქ ერთი ინფორმაცია იკითხება ნათლად. ამერიკის ევროპული სარდლობა არასწორი ფორმირება არის, ეს არის ნატოს ევროპული სარდლობა. არა, იქ ესე ეწერა იმ ინფორმაციაში აშკარად გერმანიაში მდებარეობს ეს და არის ნატოს ევროპული სარდლობა. იქიდან გამომდინარე, რომ შეგვიძლია თუ ეს ინფორმაცია რეალობა შესაბამება, ვიფიქროთ, რომ ტრამპმა მინიმუმ მოიხსნა ერთადერთი პასუხისმგებლობა და გადააბარა ევროპას ეს პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ნატო მოგეხსენებათ, მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები არ არის და თითქოს მთელი ევროპა ნატოს წევრი არის. მე სხვადასხვა ველოდი ნატოს და ისე გამიკვირდა რომ ეწერა. ეს არის კი ბატონო, ნატოს ევროპული სარდლობა არის ესა, რომელიც კიდევ ცენტრი გერმანიაში მდებარეობს. ეხლა რაც შეეხება ამ ტამაჰავკების გადაცემა არ გადაცემაზე საუბარს. მე ვფიქრობ, რომ თვითონ ეს ტამაჰავკა უშუალოდ ეს იარაღი არანაკლები სიძულავის იარაღები აქვს უკრაინას, რომელსაც აქტიურად იყენებს და ისვრის კიდევაც და მოგეხსენება დრონების გარდა მათ სხვადასხვა ჰაიმარსების არა, ეხლა თვითონ ტამაჰავკა იმდენი ტიპის არსებობს და იმდენი მოდიფიკაციის. არა, რაც აქვს იმის მოქმედების რადიუსი რამდენი? საერთოდ არა აქვს. არა, რაც აქვს რაც აქვს ელემენტარულად რო ავიღოთ ჰაიმარსები, ნუ სრულიად საკმარისი არის იმისთვის, რომ თქვათ ფრონტის ხაზიდან დონეცკის გადაუფრიოს და თქვათ რუსული ქალაქები დაიბომბოს, მაგრამ აქ ჰაიმარსია მათი ყველაზე დიდი და მძლავრი იარაღი ამ მომენტის, მაგრამ ხა ტამაჰავკის თვისება რა არის? არა ის, რომ თვითონ ტამაჰავკა როგორც იარაღი და რომელიც არაერთხელ იყო გამოყენებული, თუნდაც რუსების წინააღმდეგ ახლო აღმოსავლეთში, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ტამაჰავკას აქ უნარი გადაიტანოს ბირთვული ქობინი. და ნუ ბირთვული აფეთქება გამოიწვიოს. ანუ ამ ტამაჰავკის ტიპის რაკეტებს აქვს ამის უნარი, ჩვენ რითი აღჭურვოთ მას გასროლის წინ არ ვიცით, ხო? ამ შემთხვევაში უკვე პუტინი იღებს, ცდილობს პუტინი ყოველ შემთხვევაში მიიღოს ლეგიტიმური უფლება იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებზე, რომელსაც რუსებს და ამერიკას ერთდროულად აქვთ ხელი მოწერილი, რომ ერთმანეთს წინააღმდეგ ატომურ იარაღს არ იხმარენ, ნებისმიერი გაშვებული ტამაჰავკა აღიქვას, როგორც მან არ იცის ის ჰაერში ის აღჭურვილია თუ არა ქობინი თუ არ არის აღჭურვილი და იმ წამსვე გახსნა საპასუხო ცეცხლი და ეს ცეცხლი იყოს, ნუ საკმაოდ მძიმე. ამის შესახებ არაერთხელ უკვე დაიქადნა და ნუ რეალურად ეს ხიფათი არსებობს. ასე რომ ტამაჰავკას აქ კიდევ ამბობ, არა იმდენად როგორც საბრძოლო მნიშვნელობა, არამედ ის მნიშვნელობა, რომ ჩვენ პუტინმა რუსეთმა არ იცის მის მიმართულებით რა სახის იარაღს ისურვება. ქობინი ბირთვული იქნება თუ არ იქნება და ეხლა ის აცხადებს, რომ მე ვერ დაველოდები შედეგებს, როდის დავარდება ის რუსულ მიწაზე. ხო და ვერ დავწუნდები. ასე რომ, ნუ აქ რა თქმა უნდა, ეხლა პუტინი რის პუტინია თუ არ უტრირებს და თუ რა თქმა უნდა ეს მიდის სიტყვათა თამაში, რომელიც შეიძლება ნუ კაცობრიობას ძალიან ძვირად დაუჯდეს, მართლა ძალიან საიშია და ნუ ტრამპიც ხან იძლევა ამ რაკეტებს, ხან არ იძლევა და უკვე ნუ ახლა დღეს მაგალითად თქვენგან მოვისმინე ეს ინფორმაცია, მე მართლა არ ვიცოდი და მართლა არ ვიცი, მე უფრო ფეიკი მგონია, მაგრამ თუ ფეიკი არ არის, უბრალოდ ერთადერთი რამე რომ ხო, ყალბიაო თქვა, მაგრამ პასუხი რო გასცა პუტინმა ამ ყალბ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება თვითონ შეადგინა, რომელიც თვითონ
შეადგინა ეს ხალხი ინფორმაცია არ გამოურიცხა, იმიტომ რომ Wall Street Journal-ში დაიბეჭდა და მოიტყუაო ტრამპმა თქვა, ეს არ დაბეჭდილა რუსულ პრესაში. აჰა, კი ეს დასავლურში დაიბეჭდა და დასავლურში დაიბეჭდა და ნუ პუტინის პასუხი არის პუტინმა ის მოისყიდა ვერა კაი. ხო, არა, მე კიდევ ვამბობ, რომ შეიძლება ეს იყოს შეკვეთილი აბსოლუტურად არ გამოვრიცხა. შეკვეთილი სტატია იყოს, უბრალოდ იმისთვის, რომ ის პასუხი, რომელიც პუტინმა გასცა, რომ ეს პასუხი გაეცა და ეს იყოს რუსების ნამოქმედარი, აბსოლუტურად ამაში არაფერი უცნაური არა. თვითონ ტრამპი არის საოცრად უცნაური ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს თავის რეიტინგის აწევაზე და ნუ აცხადებს ისეთ სრულიად გაუგებარ გაცხადებებს, ნუ ეხა ეთყობა ამერიკის სამორჩეველი მიაჩნია მას, რომ დიდი ინტელექტი და დიდი ცოდნით სოფლიო პოლიტიკაში არ გამოირჩევა და ნუ აცხადებს, რომ რომელიღაც 7 თუ 6 ომი გააჩერა. ნუ რომელობზეა საუბარი, ნამდვილად არ ვიცი ეხა რომელი გააჩერა. ეხა დამთავრებული ყარაბაღის ომის მერე წინ და უკან დაყავდა ეს პაშინიანი და ის რა ქვია ალიევი ხო რაღაც ზანგეზურის დერეფანზე იყო საუბარი, რომელიც ომთან ნუ პრინციპში უკვე აღარაფერ შუაში არ არის, რომელიც არ შედგება აღმოჩნდა ხო? ანუ ტრამპი საკმაოდ უცნაური ადამიანი ახლა თუ მისი წინამორბედი ჯო ბაიდენი საკმაოდ გაურკვეველი ადამიანი და ისეთ ასაკში იყო რომ ვინ მართავდა ქვეყანას და სოფლიოს უძლიერეს ქვეყანას მართლა არავინ არ ვიცოდით, ტრამპი იმდენად პიარისტია რომ დღეს რაც უფრო მომგებია ზუსტად იმ განცხადებებს აკეთებს, ის რომელიც მის ამომრჩეველს მოეწონება და მის რეიტინგს შეინარჩუნებს და აი კიდევ ამბობ რომელი ფეიკია და რომელი ნამდვილი მის განცხადებებში უკვე ძნელი გასარკვევია. იქ ძალიხელით პუტინს აპირებს შეხვედრას, სადაც არანაირი ჩარევა არ ექნება უკრაინის პრეზიდენტს და საერთოდ არ შეეკითხება მის აზრს. მეორე ხელით იქ რაღაც უკრაინას პირდება შეიარაღებას, იმიტომ რომ ეს ფეიკი არ იყო, როდესაც მან თვითონ ახსენა პირველად ეს ნამდვილად არ იყო ტამაჰავკები. თვითონ ახსენა და მან ზუსტად იცის ტამაჰავკების შესაძლებლობები და რა პასუხი მოყვებოდა პუტინისგან თვით შეთავაზებასაც კი ზუსტად იცოდა, ხა ძნელი არ უნდა იყოს ამერიკელი ანალიტიკოსებისთვის, რას ნიშნავს ისეთი იარაღი მოშვერა შენსკენ, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ვირტუალ კაბინებს. ასე რომ ზესახელწიფოებისთვის ეს უცხო არ არის და საკმაოდ ისეთი თამაში არის, მოკლედ პირდაპირ ვთქვათ, ორი ზესახელწიფო შორის მიმდინარეობს პინგ-პონგის თამაში და ხან ბურთი ერთ მხარესა, ხან მეორე მხარეს და ჩვენ და ტრაგიკულად რა, ქართველებისთვის ტრაგიკულად, ამას ჩვენი მოძრაობა უკრაინელი ხალხი რეალურად ეწირება. ომის გაჩერებას მე იმედი მქონდა, დიდი იმედი მქონდა, რომ ომი რაღაც ეტაპზე მაინც გაჩერდებოდა, მაგრამ არაფერი კარგი პირი არ უჩას, მით უმეტეს იმისა, რომ ორივე ქვეყნის ლიდერს, ომში ჩართული ორივე ქვეყნის ლიდერს ძალიან ჭირდება, რომ ეს ომი გაგრძელდეს. ერთსა და სხვადასხვა მიზეზები. მოტივები რა ვთქვა, თუ შეიძლება, ზელენსკი მეტნაკლებად გასაგებია და ალბათ ზელენსკი იმიტომ რომ რა წამსაც ომს გააჩერებს, ეხა ის გამარჯვებით ვერ დაამთავრებს და უკეთე ადამიანი რომელიც მოვიდა რუსულ ენაზე ჩატარებული წინაშე საარჩევნო კომპანიით, ადამიანი რომელიც მოვიდა იმ შეპირებით რომ აი ჩემი წინამორბედი არ ვარგა და იმან ვერ შეძლო მშვიდობის დამყარება და მშვიდობის დავამყარებ, არის ნუ რაღაც საოცარი მასშტაბის მსოფლიოში ჩართული, სადაც ხორცის მასა არის მხოლოდ და მხოლოდ უკრაინელი ჯარისგან თუ საუბედუროდ ქართველებიც არიან და ნუ მცირე სხვა ერების, მაგრამ ნუ ძირითადი მასა არის მხოლოდ და მხოლოდ უკრაინელების და მხოლოდ ტექნიკა სხვა ქვეყნების, ანუ მან დანაპირების არათუ არ შეასრულა, პირიქით უკუღმა დაატრიალა აბსოლუტურად ყველაფერი და ნუ ნებისმიერი ახლა ვთქვათ უკეთეს შემთხვევაში ომის გაჩერება მიმაჩნია, დღეს რა პოზიციებზეც იმყოფებიან, იმ პოზიციებზე გაჩერება, ნუ რაღაც შეიძლება ვაჭრობა მოხდეს და სადღაც წინ წაიწიონ ერთმა მხარემ და მეორე მხარემ უკან ჩაიწიოს იმის სანაცვლოდ, მაგრამ ვერ ვატყობ კიდევ ამბობ, რომ ამ შემთხვევაში წარმოიდგინეთ, ნუ ზელენსკის мотиваცია ის არის, რომ ის რაც შეპირდა ყველაფერი უკუღმა გააკეთა, ქვეყანა დააქცია, დაანგრია. შედეგებს ვიძახი, მე იმას არ ვამბობ, რომ ვთქვათ, აბა არეომა და რაღაც ამ ბრიყულ კითხვებს არ პასუხობ, ვამბობ, უბრალოდ რა შედეგებიც დადგა მისი მმართველობის შემდეგ რა. სასაფლაოების კილომეტრიანი რიგები, რომელიც არ თავდება, თუნდაც დროინით გადაღება, მართლა არ თავდება, ახალგაზრდა ბიჭებით გავსებული სასაფლაოები 10 მილიონი გაქცეული ქვეყნიდან, ნუ ეხა ყოველი მეოთხე ადამიანი ქვეყნიდან გაიქცა, ხო? ყველა ახალგაზრდა ცდილობს სკოლიდანვე ბავშვი გაიყვანოს საზღვრის გარეთ, ბიჭი რომ იმ დაუსრულებელ ომში რო გახდება 18 წლის და არ შეაგდონ იმ წელს სკოლის დამთავრების მერე ომში, ხო? ნუ რაღაცა ჯოჯოხეთი ტრიალებს, ხო, ამ ქვეყანაში ფაქტი არის. და რუსულ мотиваციაზე შეიძლება თქვა, ეხლა ისეთ რელსებზეა გადასული რუსეთი, ნუ პუტინს გონია რომ არაფერში არ ჭირდება მშვიდობა,
თან მოდი ესე ვთქვათ, ეხლა მცირედი უპირატესობა მის ხარეს არის რაღაც ტაქტიკური უპირატესობა, მისი ესე ვთქვათ, რაზმები წინ მიიწევენ ძალიან ნელა და ძალიან დიდი სისხლის ფასად, მაგრამ ეხლა პუტინს ეს სისხლი რაღაცა თუღიც ვერავინ ვერ დამარწმუნებს ამაში და მე ვფიქრობ, მოკეთ ძალიან მძიმე მდგომარეობა იმ ხრივ რომ მშვიდობა უახლოეს ხანში დაისაგდუროს. მით უმეტეს ერთი წელი მაინც არ ჩანს. მე სულ ოპტიმისტურად ვიყურებდი, რომ რაღაც ეტაპზე შეწყდებოდა ტრამპის არჩევის მერე განსაკუთრებით, მაგრამ სამწუხაროდ ამის პერსპექტივა ჯერჯერობით გერმანია, საფრანგეთი ეს ორი მთავარი ქვეყანა ევროკავშირის აცხადებენ, რომ რამდენიმე წელიწადში მზად იქნებიან რუსეთთან საომრად. ეს რიტორიკაა უბრალოდ უკრაინელების შესაგულიანებელი, რომ უფრო ენთუზიაზმით წავიდნენ ხოლმე მანქანაში. რას ნიშნავს ეს რამდენიმე წელიწადი ესე ამბობენ 3-4 წელში იქნებით მზად. შეიძლება 60 წუთში უთხრა ადამიანს, მაგრამ რამდენიმე წელიწადში ეს ისეთია იმდენად აბსურდული ციფრი არის რა, რა უბედურება რამდენიმე წელიწადში ვიტყვი რომ უკრაინის ერთი თაობა მთლიანად გაწყდება, ხო? რამდენიმე წელიწადში ალბათ აი სასაზღვრო ზღუდეები, რომელსაც ეხა უკრაინელები თავგანწირვით იცავენ და რატო იცავენ იმასაც ვიტყვი, იმიტომ რომ იმ ზღუდეების იქით უკვე იწყება დაუსრულებელი ტრამალები კიევამდე და ეს ზღუდე თუ რუსებმა გადალახეს, შემდეგ თქვა დღეს თუ მეტრებით მიიწევენ წინ, მიიღებენ ძალიან ცუდ შედეგს უკრაინამდე და ძალიან ცუდი შედეგი დადგება უკრაინისთვის, რა მე ფაქტიურად ნატო საზღვარს პირდაპირ მიადგება რუსეთი, ხო? კიევამდე ფაქტიურად მათი გამჩერებელი აღარაფერი აღარ არის, ხო? რას ნიშნავს ეს რამდენიმე წელიწადი, რამდენი წელი უნდა ხოცონ და უკრაინულ სისხლზე უნდა აშენონ თავიანთი კეთილდღეობა, ჩემთვის გაუგებარი არის. აი მართლა გაუგებარი არის. მე არ ვიტყოდი ევროპის კეთილდღეობა, ამერიკის კეთილდღეობას უფრო ვიტყოდი, იმიტომ რომ ეკონომიურად ევროპა ამომით მოგებას ნამდვილად ვერ ნახულობს, განსხვავებით ამერიკის შეერთებული შტატებისგან, რომელმაც უკვე თავის ნავთობი მასიურად შეიტანა ევროპის სხვადასხვა გაზიც უკვე თავის და სერიოზულ ეკონომიური ინტერესები აქვს მიღებული დივიდენდები ევროპელების ხარჯზე. მთელი რიგი საწარმოები, დიდი კორპორაციები ევროპიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაბარგდა, ეს შეეწყო განსაკუთრებით გიგანტი წარმოების ქვეყნებს, როგორც გერმანია არის, იმიტომ რომ თითეული გაძვირებული გაზი, გაძვირებული ნავთობის ფასი, აწეული ნავთობის ფასი ამ კორპორაციებს არ აძლევს საშუალებას, ვთქვათ, გააძლევოს და გადაიწიეს ამერიკის, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს აბსოლუტურად მომგებიან პოზიციაში აყენებს და ასე რომ არ ვიცი ხა ეს მოემზადებით, რისთვის ემზადებიან რამდენიმე წელი, რომ ფრანგი ხალხი მოამზადონ და გერმანელი ხალხი ომისთვის ომი კარგია თუ აი ჩემს გაუგებარია, ან რაჭერთ მომზადებელი არმია ყავთ, ყველაფერი ყავთ, ხო? თუ ჩართვა უნდათ, დღესვე შეუძლია თავიანთი ჯარისკაცები გააგზავნონ, მაგრამ იქ რეგულარულად არც ერთ ქვეყანას ერთი ჯარისკაცი არ გაუგზავნია, რამდენადაც ვიცი უკრაინაში. დიახ, ეს ოფიცრები მხოლოდ ალბათ მოხალისეები. ანუ ესე იგი მაინც უკრაინელების შესაგულიანებლად არის ეს საკითხი. არა, თავად სიტყვა რა, პუნქტუალური გერმანელებისგან ხო თავად სიტყვა რამდენიმე წელიწადში არის, იმდენად აბსურდული სიტყვა და არაფრის მომცემი სიტყვა არ არის, რომ შეგულიანებაც არ არის, პირიქით უფრო დამაღონებელია, აი მე როგორც უკრაინის გულშემატკივარი ვიტყვი, რომ ჩემს უფრო ცუდად ჟღერს ეს სიტყვა, ვიდრე რომ არაფერი არ ეთქვათ. დიახ, და ამ ფონზე ჩვენთან ისევ საპროტესტო აქციები არის, ოღონდ ჩემთვის უკვე გაუგებარია. თქვენ თუ გაიგეთ რა უნდათ? რა არის, იცით ახლა ის რომ ახალგაზრდებს კონკრეტულად რამე უნდა, რომელიც თავგამოდებით ცდილობენ რუსთაველის გადაკეთებას, ძნელი სათქმელია. აი ვინც ამ ახალგაზრდებს აგულიანებს და ეს ტყუილ თარვამობ ამ სიტყვას ახლა ცდილობენ რომ ახალი აი პატარა გოგონასგან რომელიც მანქანაზე აძვრა რომ აი დედა რა გმირი ხარ შვილო შენ და რაღაც იმ ბავშვს უხარია ახლა ხო ნაკლებად ცნობილი ბავშვი იყო ახლა ყველასთვის ცნობილი ბავშვი გახდა თან გმირი სტატუსით ხო ამ ბავშვს აი სიამოვნებით შევახსენებდი რომ ეგრე იყო ლაზარე რაღაც წუთებში გმირი სტატუსით იყო და ყველა ეთერში წამყვა პოზიცია და დღეს ლაზარე რაღაც დაცემის თემატიკა თვით მათ ბაბლშიც კი ხო ამიტომ ეს ნანუკა ჟორჟოლიანის შექებული დიდება ხო ძალიან ხანმოკლეა და ძალიან არაფრის მომცემი არ არის რა ამ ახალგაზრდას მინდა მოუწოდო რა რომ მართლა არაფერი და ეხა კი გასაგებია რომ თქვა ერთი კვირა არის მგონი პირველად გადაკეთვისთვის ქუჩის დაკავება კი თქვა ნაციონალური მოძრაობის ციხეს არ აგავს იქ თქვენ არავინ არ გცემთ არავინ ცუდად არ მოგექცევთ უფრო მეტი ცუდ სიტყვასაც არ გაკადრებენ ნორმალურად გამოკვებავენ ნორმალურ ტემპერატურაზე იქნებით და ნორმალურად იცხოვთ რა თქმა უნდა ესეთი კვირა მაგრამ იმდენად არ მოგეწონებათ რომ მეორჯერ ნაკლებად და გექნებათ ხალისი მით უმეტეს შემდეგი დაჭერა ერთწლიანი უკვე და დღეს აი ხო ნახეთ უკვე პოპულარული გახდა ვიღაც სახიობი მიდის და მე გადავკეტე ქუჩა იძახის და ვაიმე რა გმირია და რა გმირი არ არის რატო ნაციონალების დროს ვერ ბედავდა რომ მე იგივე გაეკეთებინა რომ აი იმიტომ რომ იცოდა ციხეში შეიყვანე გადაუმტროდნენ ყველა ნეკლს აბსოლუტურად ხო გმირობა
მაშინ გადაეკეტა კი არა, აი ბატონო ხას მე მიკვის ამ ხალხს რატო არ ახსოვს, მე გავიხსენებ საერთოდ საცხოვრებელი კორპუსის წინ რო შებინდებოდა, აკრძალული იყო დადგომა, იმიტომ რომ იჭერდნენ. არა, ხო და მაშინ რატო არ უნდა ეს გმირობა ამ ადამიანებს? აი იმასთან კორპუსის წინ არ დგებოდნენ ბირჟაზე და მე ხარ ახალგაზრდებს ხო ვერ ვიტყვი, ახალგაზრდებს არ ახსოვთ და ლაღი და თავისუფალი ახალგაზრდები არიან, ძალიან მიხარია. ძალიან მიხარია, რომ ეს ლაღი და თავისუფალი ახალგაზრდები არიან. დიდი ალბათობით ეხლა მათ ისეთი აღსდა გაიარეს ქართული ოცნების ხელში პირდაპირ ვამბობ რა, რომ მათ არ იციან რა ხდებოდა, ხო ეხლა რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ 4 ოქტომბერს ხო ეს ხალხის პროტესტი იყო, ხო? რო ჩამოიხსნა ფარდა, გამოჩნდა ბაჩუ ახალაიას სახე. ანუ ეს ხალხის პროტესტი არ იყო, ეს იყო მანიაკ სადისტის ვინც დგას ნაცების დროას, რაღა დროს ეგ არა, რაღა დროს არა, ეგენი დგანა ყველაფრის უკან პირდაპირ ვიძახი. საერთოდ ჩიკოტილო, ყოველთვის ჩიკოტილო რჩება, რა თქმა უნდა და ეს ყველაფერს წვითავს ის ვინც ფულს იხდის რა. ეხლა იქ რო ზიან, ხო, ძირითადად ეკონომიურად შეჭირებული ადამიანები არ მინდა ეხლა ზოგი ბომბში იძახის და ზოგი რაღაცას, ხო? 24 საათი იქ რო ცხოვრობენ რუსთაველზე რა. აი ისე ტელევიზორში არ გამოყავთ, იმიტომ რომ ნუ დაბალი სოციალური შესაძლებლობის, გონებრივი საჭემის აზრით რაღაცა მოხუცი ადამიანები, ვიღაცა რუსანის სტუდენტები, რომელსაც ვაღოთ ლექციას და ცხოვრობენ იქ რუსთაველს დასახლდნენ, იქ ცხოვრობენ, ხო? რომელსაც ყვებავენ, უხდიან ფულს, ყველაფერს, მოკლედ ისე მშივრები არ არიან ისინი. ეხლა ის კი არ არის საინტერესო, ის რატო ზის იქა. საინტერესო ის რატო იხდის ფულს, ხო? ჩემთვის აი სრულად გაუგებარია რომ ეხლა ამ ახალგაზრდებს არავინ არ სურს ესეთ კითხვას რა, აი ახალგაზრდას ხო, რომელიც ქუჩას კეტავს და ნუ დაჭერისთვის მზად არის და მინდა ერთი კითხვა დაუსვა. აი საღამოს 10 საათზე გამოვარდი უცბად, დაიწყე ქუჩის გადაკეტვა და ნუ სადღაც 1 საათი აქვს, დიდხანს კი აკეტავენ. და 1 საათი გადაკეტე, ხო? რას გაძლევს ეს? აი მარტივი შეკითხვა რა. ბიძინა ივანიშვილს უნდა დაეძინება და სტაფილოს წელს აღარ დალევს იმ ღამეს. პუტინი არა, ნუ როგორ თვითონ აცხადებენ, როგორ თვითონ აცხად. ესე იგი, პუტინის ცუდი ღამე დაეკრა რომ ვაიმე რუსთაველის ერთადერთი ვისაც აწუხებენ ხო? ხო, მაგრამ ნუ ხო ისევ დალევ, გინდა გადაიკეტოს, გინდა რა. ამის თქმა მინდა რა. არ მაფერხებს ეგ ამბავი. ხო და აი ძალიან მარტივი კითხვა, რო კეტავ 1 საათი და ჩემნაირი ჩვეულებრივი მგზავრის, სამარშრუტო მანქანის მგზავრის, ავტობუსის მგზავრის გარდა, რამდენიმე ადამიანის გარდა, რომელიც გაჭირვებულია სადღაც ეჩქარება და რაღაცა გაჭირვებული მივდივარ და მინდა წავიდე. იმის გარდა ვის აწუხებ ამით? აი მარტივი კითხვა. და მე გავცემ პასუხს, რატო დღეს ის ვერ გამცემს პასუხს, მაშინ რატო კეტავ? აი შეკითხო, მაშინ რატო კეტავ? ის ვეღარ მე გავცემ პასუხს. ვიღაცას გრანტი აქვს აღებული, რომ ეს უწყვეტი პროტესტი, ფული აქვს აღებული და არ უნდა შეწყდეს. და შენი ვიღაცის გრანტისთვის, ხო, იმისთვის რომ ნანუკა ჟორჟოლიანმა უფრო კარგი 6 ვარსკვლავიან სასტუმროში და შვილი უფრო 5-იანზე ბეტონა სასტუმროში დაისვენოს და უფრო მეტი ბოტოქსი გაიკეთოს, ხო? და იმისთვის რომ შენ აი ძალიან ცუდ ხაჭაპურს გაჭოს, კაი ხაჭაპური არ მოაქვს, იმ ხელა ფული მიაქვს მაგაში, ხო? არ ღირს ამის კეთება რა, კიდევ ამბობ, იმიტომ რომ ეს მართლა შეკვეთილი არის. ეს არის რაღაც შეკვეთა, რომელიც შემკვეთება, ხო, ყველა მზად არის ახალგაზრდები დააჭერინოს, მზად არის იქ ჩხუბი გამოიწვიოს, მზად არის აი ყველაფერი გააკეთოს, იმიტომ რომ ამ შეკვეთაში მე პირდაპირ ვამბობ, ფული აღებული, მაგრამ ამ ახალგაზრდას ვეკითხები. კაი, შენ ჩამიკეტე, მე მოტოციკლით მოძრაობ, კაი, ჩამიკეტე, ქუჩა მეუბნები, აი პროტესტის ნიშნად რუსული რეჟიმი რაღაცა ვკეტავ ქუჩას. კაი, მე წავედი და დავარტყი იქ. რაღაც შემოვლითი გზით რა შეიცვალა ამით? მე შემაწუხე ხო, მორჩა დამთავრდა ხო? ამით ხო მეტი არაფერი არ შეიცვალა. მე კიდევ ამბობ ახალგაზრდებს ერთადერთი კითხვა მინდა დაუსვან, რომ აი სულ ყველა მოსამართლემაც რო ასამართლებს, პოლიციელმაც აი რას გაძლევს ეს გადაკეტვა? თუ ვიღაცის ხუსტურებზე არ დახტიხარ, აი მესმის რომ შენი პროტესტია და ამ ახალგაზრდებს აი ვეუბნები რომ მესმის მე თქვენი პროტესტის, ოღონდ ეს ფორმა რას გაძლევთ რა? აი აბსოლუტურად ამ მოუხსნელი ფორმა, გარდა იმისა რომ კიდევ ამბობ ვიღაცა აი ეს გრანტი ჭამიები მდიდარდებიან, ხო, რეალურად ხედავთ და ესენი რაღაც უხარისხო ლობიას ჭამენ რა, ამის ანაცვლოდ რა. უკეთეს არაფერს არ არიგებენ იქ ვინძიან რა, აი მართლა ვიძახი რა, ძალიან დაბალი ხარისხის იმ შემკვეთსაც მინდა უთხოვოთ, ცოტა თქვენი თანხები გააკონტროლეთ, რომ ვის უგზავნით ამ გრანტი ყლაპავენ ამ ფულს თლიანად და იმიტომ ვერც რევოლუციას აწყობთ, ვერც ვერაფერს და ნუ არაფერი არ გამოგდეთ, იმიტომ რომ ძალიან ცუდა და აი როგორც კი ვიღაცა გოგონა მოინდომა გერმანიაში მყოფმა რაღაც ფულის შეგროვება, ნანუკა ჟორჟოლიანმა ამის პროკურატურას მიმართავ დაიჭერეთ, ისაც ფულსაგროვი კონკურენტი ფირმა როგორც კი გამოუჩნდა. ხო ნახეთ, ნუ საოცრება ხდება აქ რა. აი ვიღაცა ფულს შოვლოს და ვიღაც სულელი მიდის ციხეში. ხო მაპატია და ამ ბავშვებს სულელს უწოდებ რა, იმიტომ რომ ნუ არ ვიცი, იმიტომ რომ შეკითხვა ისინი ვერ გამცემენ. მე ბევრს კითხე, მართლა ბევრს კითხე რა, რომ რას გაძლევს, აი ამიხსენი რას გაძლევს დადებიც, ან რეჟიმს როგორ არყევ ამითი, ხო, ნუ აი რას უშავებ, რომ რაღაც 1 საათი საღამოთი ადამიანებს შეაწუხებ. ხო? იქ მიმავალ ადამიანებში რას გაძლევს ვერ პასუხობენ და მე პასუხობ მას რა.
შენ შენი მოგონილი არ არის. ეს ვიღაცა ფულს აკეთებს და შენ ხარ სახორცე მასალა, რომელიც ტრასაზე უნდა დადგეს. ტრასის კაცად გაქცია ვიღაცა ამაშენზე ფულის კეთებით, ხო? ეს არის და აი ახალგაზრდებს მართლა მინდა მოუწოდო, რომ არღიც ამის კეთება რა. პროტესტი ღმერთთან მიგაჩნიათ, ღმერთთან მოგიშალოთ პროტესტის გრძნობა და თავისუფლების შეგრძნება, მაგრამ ნუ ვიღაცის ხელში ნუ იქნებით სათამაშოები რა. აი უბრალო მოწოდება და უბრალო მიმართვა მაქვს რა. დიახ და სხვათა შორის არ ვიცი იყო ეს საშიშროება არსებობდა ყოველ შემთხვევაში სისხლის დაღვრიის რაც მოვისმინეთ ჩვენ თუ ავთენტურია ის ჩანაწერები იყო ასეთი სურვილი თქვენი აზრით კარგია ძალიან რო ვერ განხორციელდა მაგრამ ამაზე ვერ წავიდნენ არ წავიდნენ ანუ ეს მოხერხდა ხო თქვა აი როგორ რატომ ვერ კარგია ისე არ გამიგოთ ამას არ მოხერხდა ანუ ეს კარგია რომ ვერ მოხერხდა ძალიან კარგია რომ მოდი გავიხსენოთ დეკემბრის და ნოემბრის დღეები წინა წლის ნახდებოდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი ბატონო შემდეგ არა კობახიძის განცხადების შემდეგ იმიტომ არჩევნებს არ გამოუწვევია ფურორი არანაირი არჩევნებზე რა და კობახიძის განცხადების შემდეგ რომ ჩვენ დაველოდებით ევროკავშირში კი ბატონო რაც მოიწვია იქ მოდი რა ნუ ვიქნებით ახლა მე არ წარმოვადგენ სახელმწიფო რაღაც PR კომპანიის ნაწილს რომ იქ ძალიან ცოტა არა იქ ძალიან ბევრი ახალგაზრდა და გაბრაზებული ახალგაზრდა იყო გამოსული და მინიმუმ 700-800 ბიჭი დატრეინინგებული სახე აკრულები ახორციელებდნენ შტურმს იმდენად ძლავ შტურმს რომ აი მართლა ისე იყო რა მდგომარეობა ხელისუფლებამ პირველად მაშინ გამოიჩინა სიმკაცრე მაშინ გამოიჩინა მართლა ვიძახი ისეთ სიმკაცრე ადამიანები დაიჭირა ამოცნობილი ადამიანები რომელიც ნუ სხვადასხვა იქ ზოგი მოლოტოვის კოქტეილს ისროდა ზოგი ნუ აშკარად სისხლის სამართლის უკანონოებებზეა საუბარი ნუ ვიღაცები ამტკიცებენ რომ არასწორი ეხა ის რომ მოლოტოვის კოქტეილები რომ დაფრინავდნენ იქ და რა ლოდები რომ დაფრინავდნენ პოლიციელების თავზე ეს ცალსახარი მაგრამ ნუ ვიღაცები ამტკიცებენ თქვა აქეთ ამხდარ რომ სინდისპამით ტიმრები იმიტომ არიან რომ მაგას არ უსვრია ანუ საუბარია იმაზე რომ დასაჭერი არ არის ვიღაცა საუბარია ეგ არ არის სხვა არის დასაჭერი ხო ნუ რეალურად ესე არის ხა ნუ როგორც არ უნდა ალამაზონ ხო იძახიან ამას მაგრამ ნუ დაახლოებით 40 ადამიანი წავიდა ციხეში სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაულებით და ცხედან ისე ციხეში ხო ის მსახიობია ის ისა არავის არ მოულბა გული ამით რომ ის მსახიობია და ის ჩასვეს ციხეში და ნუ რაც ხდება ფაქტს კონსტატირებ და არა თქვათ ახტაცებული ან პირიქით გაბრაზებული არ საუბრობ ფაქტს კონსტატირებ ეხლა ქართველი არ არის იმდენად სულელი რომ ნუ ვერ გაეგო ვერაფერი და თქვა ბურჭულაძის დაძახილზე შევარდა სულ 20-30 კაცი ციფრი 700-800 ჩამოდის 20-30-მდე ვინც ღობეს ანგრევს და უმეტესობა ეხლა ხომ ადვოკატებს ციტირებ და რო არის ჭკუა სუსტი ნუ დაცინვით ფორმით არ ვამბობ რომ არ არის მტლაჯამთელი გონებრივად ესეთია ისეთია ხო ანუ გაიგო იმ ხალხმა რომ ესენი მართლა იჭერენ რა ეხლა ნუ ცოტა ანეკდოტურად ჯგეს მაგრამ ერთი წამოვიდა აფხაზეთში სოხუმში ჩამოვიდა ომში და ერთ დღეს მე მეუბნა ბიჭო მართლა სრულობენ მართლა კლავენ და წავიდა უკან რა იმიტომ რომ იმას რაღაც ხანაირად წარმოედგინა რა და მართლა გატრიალდა წავიდა ხო დაახლოებით იგივე მოხდა ეხლა მართლა იჭერენ უკვე რა ანუ შენ რო პოლიციელს შეასხავ ის ახარშველის რომ ინგა გრიგოლია იყვირებს რომ შენ გმირი ხარ ეგ ახარშველის რა ის ციხეში რომ მიდის ხო და მე რო ავიწყდებათ ჭიჭინაც გვარი რა ხა მე ვახსენებ ეხლა გონ 1-6 თვე აღარ გაიხარებულა ხო აღარა ვიღას ახსოვს რა ვის საინტერესებს ჭიჭინაზე მე მართლა მაინტერესდა გული მტკივა არ უნდა იჯდეს ის ბიჭი ციხეში ის სცენაზე უნდა იდგეს მაგრამ ეს მისი არჩევანი იყო რა ეს აი მართლა ტრაგიკული არის ის ახალგაზრდები საჯიში ახალგაზრდა 25 წელს ბიჭო ცოლი მოიყვანოს და ერი გაამრავ ციხეში არ მინდა ის გარეთ მინდა მე რა ხამერტკვირიანებს არა უშავთ იჯდნენ ერთი კვირა რა მაგრამ იმებზე ვიძახი მართლა გული მტკივა და მართლა განვიცდი ხო და ვის მიერ იყო წაკეზებული ახსოვს ვინმე სად გაქრა ის ფონდები და ისენი ხო ის ფონდები წავიდა მაიამიში და იმაში სახლები აშენდა ვიღაცების და დავსვენებებში და ბოტოქსებში წავიდა პირდაპირ გეტყვით სადაც გაქრა რა იმიტომ რომ ისინი გვისმენენ ეხლა და იციან ზუსტად რაც ჭირთ რა ზოგი არ უთხრდება თავის თავს რა მაგრამ იციან ზუსტად რომ რაც ჭირთ ვიღაც სულელების გამოხტომაზე საიდანაც მათ უმეტეს შემთხვევაში არაფერი არ შეხვდებოდა ნუ ყველა თეატრ ბერძეს ავიდა დათა ახალასავით წარმატებული ვერ იქნებოდა კმარამ თავის წევრების ჭამით დაიწყო პირველად თავის წევრების ხლაპვა დაიწყო ერთი რამდენიმე ლიდერი ხდება რაღაცა წარმატებული ბოროტება და დანარჩენს ხლაპავს მერე და ეს იგივე კმარელები შემდეგი თაობის კმარელები ხო
ყველას გონია რომ თვითონ იქნება დათა ახალაია და ბაჩო ახალაია და მეგის კარდავა და ის კასტილიანი მანიაკი არა შეიძლება ის მანიაკი ვისაც აუპატიურებს შენ იყო შესაძლოა პირველ რიგში და ესეთ იქნება მასიურად აი კასტილიანი მანიაკი სულ 10 შეირჩევა თქვენგან 10 15 ბევრი არა რა დანარჩენი იქნებით ცხვრპლი მანიაკების რა ეს არის რეალობა ეს არის სინამდვილე ეხლა ერთი რაღაცა მინდა ვთქვა რა აი ესეთი ბანაკი გაკეთდა რა ვეტერანები და ახალგაზრდები და სკოლის მოსწავლეებიც რა კარგია სტუდენტები თელი ზაფხულის მანძილზე მაისიდან რო დაიწყო აი ახლა ოქტომბრის დასაწყისში დამთავრდა რა ერთკვირიანი შეკრება ბავშვები მოკლედ იქ წმინდა რეინჯერული პროგრამა ის პირველად სამეცნიერო დახმარება სკოლა მე-9 კლასი მე-11 კლასი და ისა რა ქვია სტუდენტები რა და სხვა შორის ამ ბავშვებში არანაირი გადარჩევა არ მიდის პირდაპირ რაღაცა სკოლას ვიტყვით და იმ სკოლიდან ვისაც უნდა მოდის პირდაპირ რაღაც ინსტიტუტს ვიტყვით და ვისაც უნდა ანუ პოლიტიკურ და რაღაც ნიშნით შერჩევა არ მოდის მოვარდა ნოდარ მელაძე გააკეთა სიუჟეტი რომ აქ მზადდება ზონდერები და გაუშვა სიუჟეტი ხო? ეხლა უყურეთ რა კარგი რამე მოხდა რა ნოდარ მელაძე არის ჩემისას მართლა რო თქვა ერთმა პრემიერმა თქვა მგონი მასზე რომ ის აგენტი არის რა ჩემისას დომრიანი აგენტია რეალურად ის დაქირავებული სუსის მიერ რატო ეხლა შედეგს ვიტყვი რა ამ ბავშვებში ჩვენ დაუნებურად სტუდენტებში მეც ვიყავით ან მონაწილე ამბონდების თქვა რამდენიმე იყო ნაციონალი თავის წავში სტუდენტია ნაციონალი იყო მიტინგებზე ვიღაცა არ იყო პირიქით ისეთი ბავშვი ხო ამ ბავშვებმა უყურეს რა პროგრამას გაიარეს ხო გაიარეს და შემდეგ თავიანთ თავზე უყურეს იმ სიმძულვილის და ბოროტების ენას რომ ისე ხო რა დააბრალეს და იმათ ნაციონალების ხალისი წაერთვათ უკვე რა აი მართლა ვიძახი რა თქვენს რომ აი ეს სიმძულვილი ჩვენ თავზე ვიწუნიეთ რა აი გოგონა რომელმაც გაიარა იქ რაღაცა ავტომატი ისროლა პირდა ბედნიერია ტყეში გადარჩენის კურსი გაიარა დრონის კურსი გაიარა დრონის მართვის ხო რაღაც კიდევ ვიძახი აი რეინჯერული პროგრამა პუტინის პროგრამა დაარქვეს და არქვეს ზონდერების მომზადება ხო ამ 1000-მა ბავშვმა უკვე ხო იცის რომ იქით გახედვა აღარ შეიძლება იმიტომ რომ იქ არის იქით მხარეს არის სიბინძურე ხო ვინც ამ ბოროტებას თავაზობს მართლა იცის 1000-ი მეტი ციფრი მეტია ამიტომ არ მინდა რა ზუსტი ისა რა ეხა 10000-ობით არ არის მაგრამ ნუ 1000-ზე ბევრად მეტი არის და არ მინდა ეხა ის ტყუილი გაომივიდეს იმიტომ რეალურად არ მახსოვს ეს ციფრი მაგრამ აი ესეთი ნიუანსებია ხო ამ თავრობამ გაუშვა ის შესაძლებლობა და იმიტომ მიიღო ეს თაობა რა ესეთი თაობა მათი განათლების მათი აღზრდის ოჯახებმაც გაუშვეს ეხლა ბანაკები არსებობდა აქამდე სანამ ეს შეიქმნებოდა არსებობდა ერთადერთი ბანაკები ხო გვარამიეს ბანაკები და გირჩის ბანაკები ხა გირჩი რო წაიყვანს და შვილსო გაატან გირჩს ტყეში რა და გვარამიესო გაატან ხო ნუ შეიძლება მშობელი აღარ წვითავს და მე დიდი ვარ 16 წლის გოგო ვარ და სადაც მინდა ხო არის ნუ ეს ოჯახური კონფლიქტები და რა ნუ იმისგან უკვე არის არ ვიცი ან დახურულ კერძო სკოლებში რომ მიყავთ ბავშვები მესუ მაოცებს როგორ აძლევს შენი შვილის ყიფე ფსიქიკას პატარა ბავშვის იქიდან ვის გამოზრდიან რო არიცი მე ვერასდროს გავრისკავდი მაგრამ არა ხო და პირდაპირ ვამბობ აი რა ხანა ეს ერთ პირველი ნაბიჯი გადაიდგა ეს იმედი მაქვს რომ გაფართოვდება და გაძლიერდება ხო იმიტომ რომ ძალიან ისეთ სამსახურები ჩაერთენ რა თავდაცვის სამინისტროა ჩართული ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურია ჩართული იქ გენერალთა კლუბი ნუ აი მთელი რიგი მე სპორტსმენთა კლუბები ჩაერთენ სხვადასხვა სპორტული კლუბები ჩაერთენ თავიანთი ახალგაზრდა ბავშვებიც გამოუშვეს ამ კლუბებმა და იმდენად ისეთი სახე მიიღო უკვე რა რომ აი საყოველთაო რაღაც თან ჯანსაღი ცხოვრების წესიც არის აბსოლუტურად და ყველაფერს ტელეფონს მოწყდა ბავშვი რა უცბად მოხდა ისე რომ აი ცხოვრობდა ტელეფონში ცხოვრობდა იმ ჩატში ცხოვრობდა ის რეალური ცხოვრება და აღმოაჩინა რომ თემის დანატოლები არსებობენ აღმოაჩინა რომ ის დანაკლასელები არსებობენ იქ აღმოაჩინეს ერთმანეთი იქ გაიცნეს მართლა ვიძახე აი რაღაცა ბევრისთვის ეს დაავადება ხო ნუ ეხლა ჩემ მოგონილი არ არის ხო აი რაღაცა ესეთი მოხდა ტყის პირობებში პირველად გავიდენ აი მართლა ტყის პირობებში ზოგ ბევრი მათგანი პირველად გავიდა სხვადასხვა რეგიონიდან არის ფიქრობ რომ რაღაც ის თავად ბანაკი მდებარეობდა კახეთში გომბორზე რა ნუ აი ლამაზად და ხო და ისა რა ქვია იქ სამეგრელოდან ქართლიდან იმერეთიდან ნუ აი წარმოიდგინ აჭარიდან თიანი აჭარიდან ნუ აი წარმოიდგინეთ იმ ბავშვებისთვის რაღაც ახალი აღმოჩენა თავისთო მე მათ შორის შეჯიბრითობა რაღაცა სხვადასხვა სახალისოში საღამოობით მე ნუ თამაშები რაღაცა ერთადერთი პრობლემა რა დგებოდა რომ აი ძილის დრო აღარ რჩებოდათ იმიტომ რომ იმდენად ჩართულები იყვნენ პროგრამაში ხო და აი წარმოიდგინეთ რომ აი ამას გააშუქებ როგორ ზონდერებ ხო და
თქვათი გვარამიას ბანაკი, სადაც მოლოტოვის კოქტეილის დამზადებას ან მართლა ზონდერობას სადაც ამეცადინებ, ის ევროპული სკოლა ყოფილა, ხო და მე კიდევ ამბობ, რა სახელმწიფომ ძალიან ბევრი რამე გაუშვა ხელიდან, რასაც ეხლა ვიმკით და სამწუხაროდ ამ ბავშვებზე ვიმკით, მე ჩემ ხელა გარეწრებზე რომ ამ ბავშვებს ვაგულიანებენ. წადი შენ თვითონ დადექშე გარეწა რომ ბავშვს ვაგულიანებ და 18 წლის ბავშვს რო უშო დასაჭერად, ხო? შენ ლექტორი რო სტუდენტს ეტყვის, წადიოდა თვითონ რომ გასუსული დგას იქ და კუთუ ხის უკნიდან იყურება იმ ლექტორს, იცვარები უნდა და კონკრეტულზე ვამბობ ეხლა. უნდა დააგლიჯო და გაუკეთო ერთ ადგილას. მოდი შევხდე რა, მაგრამ ვადამალხა ძალიან დიდი მადლობა, ძალიან კარგი საქმეა, გისურვებთ ამ საქმეში წარმატებას. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელსა და მსმენელს. მე თქვენ გემშვიდობებით, შევხვდებით მომავალ კვირას 5 შაბათს ნახვამდის. კარგად, ძალიან